გამარჯობა დღემშვიდობის. ბატონ რეზო ალადაშვილთან ვართ. რეზო არ არის. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ძარცვის საქმეზე დაკავებული რეზო ალადაშვილი უკვე სახლშია. ბიზნესმენი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფასო სასადილოების ხატდაკი ბენეფიციარების ფულის მოპარვას ედავება საგურამოში ამ მდიდრულ ვილაში ცხოვრობს. გაჭირვებული ხალხისთვის 3.500.000 ლარის მოპარვის საქმეზე დაკავებული ხუთივე ბიზნესმენი პატიმრობიდან 2 დღეში გაუშვეს. მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, გირაოთი გამოუშვიათ და არ ვიცი არაფერი. აი უფასო სასადილოების ამბავზე, რეზო ალადაშვილის სახლი ხო არის ეს? ხო, მაგრამ არ ვიცი და. სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულის მოპარვა ალადაშვილმა თავად აღიარა. ამიტომ საგურამოს რეზიდენციაში ვეძებთ, რადგან გვინდა ვკითხოთ, როგორ შეძლო პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლება, როდესაც ანალოგიური დანაშაულისთვის სხვა დაკავებულებს წინასწარ პატიმრობაში უშვებენ. გვინდა დავსვათ კითხვა, იყიდა თუ არა თავისუფლება იმის სანაცვლოდ, რომ ხელი არ დაადო მერიის მაღალჩინოსნებს, ვისთანაც შესაძლოა სოციალურად დაუცველების მოპარული მილიონებიდან წილი მიჰქონდა. აი, გამარჯობა. მე მაკავარ ანდრონიკაში. კომპანია ალადაშვილი და კო სატენდერო ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და მალევე ბაზრის მონოპოლისტად იქცა. აი ფაქტები. 2019 წლიდან დღემდე კომპანია ალადაშვილი და კო იყო ერთადერთი, რომელსაც კრწანისის, ისნის, ჩუღურეთისა და მთაწმინდის გამგეობების სოციალურად დაუცველი მოქალაქეების უფასო სასადილოებში გამოკვებაზე კონტრაქტს უფორმებდნენ. ყველა ტენდერში ის უკონკურენტო იყო. გამოძიების ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანია, რომელიც მერე ამ სატენდერო ბაზრის მონოპოლისტად აქცია, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ 14,601 მოქალაქეს საჭმლის ფულს პარავდა. აქ ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს კარტელური გარიგება. ეს კომპანია 5 წლის განმავლობაში შედის ტენდერებში, რომელსაც საერთოდ კონკურენტი არ აყავს. ტენდერის შინაარსი არის, რომ შეხვიდე და ფასი დააკლო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თანხა არის ძალიან დაბალი, ანუ ლარი და 70, შესაბამისად მერიიდან არიან გაფრთხილებულები კომპანიები, რომ შენ არ გეყოლება კონკურენტი და ფასიც არ უნდა დააკლო. და ჩვენ თუ შევხედავთ, ნახავთ, რომ არც ერთ წელს ფასს არ აკლებს. იმიტომ რომ მერი ამაც იცის ზუსტად რომელი კომპანია უნდა შევიდეს ტენდერში, ან რომელი კომპანია მონაწილეობს, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ. ეს სისტემური პრობლემა არის. ამაში მერიაც, გამგეობაც, კომპანიაც ყველა ჩართული არის. ეს მდიდრული ვილა საგურამოში სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების ძარცვაში ბრალდებული ბიზნესმენის ერთ-ერთი ბოლო შენაძენია. 2317 კვადრატული მეტრი ტერიტორია საგურამოში და 600 კვადრატულამდე სახლი აუზით. რეპორტალის მონაცემებით მისცი მხოლოდ ერთი კომპანია, რომელიც გამოძიების ინტერესის საგანია, მილიონობით ლარის მოგებას ტოვებდა. ალადაშვილი & კოს აუდიტის შემოწმების დასკვნით 2024 წელს საერთო მოგება 1.876.000 ლარზე მეტი ჰქონდა. ბიზნესმენმა დანაშაული აღიარა, თუმცა ადვოკატს დეტალებზე ლაპარაკი აუკრძალა. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით საბოლოო ჯამში გამოძიება რა სად გავა და სად მივხო. აქედან გამომდინარე, ჯერ ვართ იმ რეჟიმში, რომ თავი შევიკავოთ ყოველგვარი კომენტარების. ვისთან მივა გამოძიება? იქნებიან თუ არა მათ შორის თბილისის მერიის მაღალჩინოსნები. ფაქტია, ფულს უფასო სასადილოებისთვის მერია გამოყოფს. ბიზნესმენმა სასამართლო პროცესზე, რომელსაც ტევ1-ის ჟურნალისტი ესწრებოდა, თქვა, რომ ხელოვნურად ზრდიდნენ უფასო საკვების მიმღებთა რაოდენობას და ფულს ამ საქმით იპარავდნენ. ძალიან ხო, შეზღუდული მატერიალურად, ხო და იმიტომაც რას იზამშვილო. ძალიან მიჭე ძალიან. აბა თქო, წამალი ვერ მიყიდეთ, სუფეხები, წელის უტკივა და წამალის ფული არა, მაგრამ წამალი ვიყიდე. ეს ის ხალხია, ვის საკვებსაც იპარავდნენ. ყველაზე ხატაკი ფენა, რომელიც დილიდან დილამდე იმის ლოდინში ცხოვრობს, რომ უფასო სასადილოდან საჭმელი წაიღოს.
78 წელიწადი ვარ. მარტო ხელა. არავინ არ ჩულებიყოს არც არავინ. მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, ღია ჭრილობით. ვარიკოზული დაავადებით. სოციალური ისა მომიხსნით. რა უნდა წაიღოთ ახლა? ახლა ბორს ავიღებ და ფლავს ავიღებ ქიშმიში ახლა. 4 მილიონიან ქვეყანაში 1.300.000-ზე მეტი ადამიანი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არეგისტრირებული, თუმცა ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით. შემწეობის მიმღებთა ნაწილიდან კი ყველას უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლებას არ აძლევენ. ყველასთვის უფასო საკვები არ აქვთ. ვიღებ ხან სადილის რაღაცა, რომელსაც ჭამ საჭმელს ვიღებ, აქ კურს ყოველდღე ვიღებ. და ასე მაინც ეს კურს ვიღებ, ეს მაინც ეკონომია. საკმარისია ეს რო უფასოვანი კვებისთვის ბებო. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ რაში. თქვენი დღის რაციონი დღეს რა არის? ეს ჩემი რაციონი არის ბორში, პაპა, ხორცი აქვს ბორში? არა, ბორში ზეთზე არის გაგებსებული. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით ყველაზე ცოტას უფასო სასადილოებში ერთი ბენეფიციარის გამოყვებაზე თბილისის მერია ხარჯავს. 1 ლარსსა და 70 თეთრს. ქალაქის მდიდარი მერს ღარიბი ადამიანებისთვის სწორედ ამდენი აქვს გამოყოფილი. მაგალითად კასპში ერთი სოციალურად დაუცველის გამოყვებისთვის ომბუდსმენის ანგარიშის მონაცემებით 6 ლარი და 75 თეთრია გამოყოფილი. თბილისელები, რომელსაც საკვები ულუფა ისედაც არ ყოფნით, ახლა გაბრაზდებულები არიან, როდესაც გაიგეს, რომ ამასაც პარავდნენ. ხალხი დაიჭირეს სოციალურად დაუცველებისთვის ფულის მოპარვის გამო. ვიცი, გამიგია ეს ამბავი. რა იფიქრეთ? არბია. აი ეს არის. რამდენი ზგინა კონდეს. 5 მანქანა როყავდეს, სხვა რო გააჩვენს, იმის მანქანა შეხედავს. ის ხო უკეთესი არ არის. თბილისში 14,000 ბენეფიციარისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 19 მილიონი ლარიდან 3,500,000 მოიპარეს. უჭირს ხალხს. უჭირს. მეც მაგალითად 2 ქალიშვილი მყავს. არც ერთი არ მუშაობს. და მყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი. იძულებული ვარ ცოტა მაინც მიუცე იმას, მე იმას და მაგრამ ცდილობ თამალი არ ვიყიდო. პური მინაც მე დღეს მეტი არაფერი. უშინ კასმის ხორცი წავედი. კომპანიის დირექტორი, რომელიც ამ ხალხისთვის გამოყოფილ ფულს იპარავდა, პატიმრობიდან გირაუთი 2 დღეში გამოუშვეს. თავად ძარცვაში მხილებული კომპანია კი ისევ თბილისის 4 რაიონში უფასო სასადილოებს ამუშავებს და კონტრაქტიც არ გაუწყვიტეს. რომელია თქვენი მომსახურე კომპანია? ბადი არის ჩვენი კაცო. ბადი არის, ხო? კონტრაქტორი ვინც იყო? ამ სკანდალის შემდეგ, რაც ხელმძღვანელი პირები დაიჭირეს, ისევ მათთან გრძელდება კომუნიკაცია, მათ შემოაქვთ პროდუქტი? ჯერ არავის არ შემოაქვთ. აბა მომავალთვის რა საჭმელთ, ხალბატონო, ხო? არ ვიცი, როგორც იქნება, შეიძლება ჩვენს ისე დავჭერთ კაცო. თბილისის მერს ვკითხეთ, როგორ აგრძელებს თანამშრომლობას კომპანიასთან, რომელიც ფულს პარავდა. კალაძე ამბობს, რომ ჯერ სხვა ვერ იპოვა. რატომ არ უწყოთ ამ კომპანიას? გუშინ გაქცეს ამასთან დაკავშირებით პასუხი. წერილი გააქვთ აქმანნა. წერილს ხარ წაიკითხავთ თქვენი აზრი? უნდა წაგიკითხოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გითხრეს გუშინ და რა ვიცი. თქვენი აზრი პასუხი. ვერ გებულობთ, აგერ წაგიკითხოთ. არა პრესსამსახურის დაწერილი არ არის პრესსამსახური, ეს არის ჩვენი ოფიციალური წერილი თქვენს დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ არ უწყოთ ხელშეკრულებას და აგიხსნეს რატომ არ უწყოთ ხელშეკრულებას. ხალხს შიერს ვერ დავტოვებთ, რაც გითხარით. კომპანიის მოძიება შეუძლებელი იყო ამ შემთხვევაში, რომ თაღლითობაში კი, შეუძლებელი იყო და როგორც არის წესი, როგორც არის კანონი, ჩვენ მოქმედებთ კანონის შესაბამისად. კომპანიას, რომელსაც მშიერი ხალხისთვის გამოყოფილი ფულის მოპარვას ედავებიან, 2019 წლიდან დღემდე თბილისის 4 რაიონში, ისანში, კრწანისში, ჩუღურეთსა და მთაწმინდაზე
უკონკურენტოდ მოგებული 87 ტენდერი, 12 გამარტივებული შესყიდვა და 63 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული ბიუჯეტიდან. სქემა ასე მუშაობდა. ალადაშვილი იგებდა სახელმწიფო ტენდერებს, რის შემდეგაც ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან, გიდთან, ბადესთან და ალიონთან ერთად პროდუქციის მიღება ჩაბარების აქტებს სისტემატიურად აყალბებდა. დოკუმენტებში იმაზე მეტი ბენეფიციერი და საკვები იწერებოდა, ვიდრე რეალურად მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე. მითვისებული ფული კი ბიზნესმენების ჯიბეში ილექებოდა. ჩნდება კითხვა, თუ კი ბრალდებულების სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ ფულს წლების განმავლობაში იპარავდნენ, როგორ ვერ შეამჩნია ეს ვერც ერთმა მაკონტროლებელმა უწყება. მის მაგალითზე რომ განვიხილოთ, უნდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომლებიც ყოფილი გამგებელია და ახლა საკრებულოს დეპუტატი და მოქმედი გამგებელი ვსაუბრობ ხლაბუსტოვსა და ხაბეიშვილზე. ამ პირების პასუხისმგებლობასაც ვხედავთ. ერთადერთი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა და ვალდებულება რაც არის, ეს არის კონტროლი არსებულ გარემოზე, ჰიგიენაზე, სისუფთავეზე. კი, ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, ვინ არის პასუხისმგებელი მიღება ჩაბარებაზე, ბენეფიციართა რაოდენობაზე, ყველაფერი არის ხელშეკრულებაში გაწერილი, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. დედაქალაქის მერი როგორც ყოველთვის ახლაც პასუხისმგებლობას იხსნის. კახა კალაძე, რომელიც წესით მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა უწყების მთავარი მაკონტროლებელი უნდა იყოს, ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი უფასო სასადილოებთან დაკავშირებით პასუხს მხოლოდ ჰიგიენაზე და სისუფთავეზე აკებს. ეს ტყუილია. კანონმდებლობისა და მუნიციპალური რეგულაციების მიხედვით უფასო სასადილოების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მერიას და რაიონის გამგებელს. მან უნდა იცოდეს, როგორ იხარჯება ბიუჯეტის ფული. აკონტროლებელი მერია და გამგეობა ბატონო. ერთადერთი რასაც შეუძლია გამგეობას გააკონტროლოს, გითხარით და გესაუბრეთ. ანუ გამგეობის ვალდებულება არ არის, სწორად ხარჯავს თუ არა. თქვენი გუნდის წევრებზე ვლაპარაკობ, ერთი დეპუტატია, მეორე გამგებელი ბატონო კახი, მათი ვალდებულება არ არის. აი მზარეულები რომ დაკითხეს, ეს ადამიანები გამოკითხეს ბატონო კახი, ვინც ხელს აწერდა? წლების განმავლობაში არც ისნის, არც ჩუღურეთის და არც კრწანისის გამგეობებს კომპანია ალადაშვილი და კოსთვის არც ერთი ჯარიმა არ დაუკისრებიათ. უფრო მეტიც, გამგებლიც და სოციალური პროექტების განყოფილების უფროსებიც მიღება ჩაბარების აქტებზე ხელმოწერით ადასტურებდნენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თაღლითობაში ბრალდებული კომპანია ალადაშვილი და კო ხელშეკრულების შესაბამისად უწევდნენ მომსახურებას გამგეობას და რეზო ალადაშვილს ბიუჯეტიდან ფულსაც ურიცხავდნენ. ჩნდება კითხვა, რასთან გვაქვს საქმე? სამსახურეობრივ გულგრილობასთან თუ მფარველობასთან, რომელსაც ბიზნესმენი ჩინოვნიკებისგან იღებდა. არა, კამერას არ შეხო. კამერას და ოპერატორს თავი დაანებეთ. თუ შეიძლება კამერას თავი და ხო ხო არ გელაპარაკებთ, მაგრამ ხო მეუნებით. მე ოპერატორს ველაპარაკებ. ოპერატორი ჩემთან ერთად არის. მე ოპერატორს ველაპარაკებ. კამერას ხელი მე ოპერატორს ველაპარაკებ. კამერას ხელი გავუშვით. გამოდი. ისნის გამგეობაში ახლა ჩვენ კახა კალაძის გუნდის წევრს და მეგობარს, ისნის გამგებელს აკაკი ხლაბუსტოვს და სოციალური პროექტების განყოფილების უფროს თამარ ფრუიძეს ვეძებთ. გვინდა გავარკვიოთ, როგორ ვერ გაიგეს ამდენი ხანი, რომ გაჭირვებული ხალხის ფულს იპარავდნენ. ყველა პასუხისმგებელი პირი დაიმალა. თქვენს რომ გამგებელი შვებულებაშია და საზღვარ გარეთ ისვენებს. სოციალური განყოფილების უფროს კი ჩვენთან საუბარი არ სურს. გამგებელი მართლა არ არის. სად არის? შვებულება აქვს ერთკვირია. შვებულებაში წავიდა მაშინ, როდესაც უფასო სასადილოებიდან პურს და ლუკმას იპარავენ. მე არ ვიცი თქვენ რაზე საუბრობთ, ვინც არის მაგ საქმეში გარკვეული, შეგიძლიათ იმას ესაუბროთ. გამგებელი შვებულებაში გავიდა, გამგებლის მოადგილე შვებულებაში გავიდა. არ ვიცით დაკითხეს თუ არა მერიის ჩინოვნიკები, თუმცა უფასო სასადილოებში მზარეულები რომ სულს შეატარეს, ამას თავად გვიდასტურებენ. დაკითხეს? ხო, მე რა. დაკითხეს? რა კითხვები ქონდათ ქალდამარინა? ნუ ახლა რაც კითხვები იყო, რაც საჭირო იყო, ის დამკითხეს და უფლება არ ამოწევს. სადმე გიყვანეს სუსში თუ პროკურატურაში? თქვენ თან კითხვები ჰქონდათ, რომ აკლებდით თუ არა ულუფებს ადამიანებს, უპოვარ ადამიანებს?
ჩვენ არაფერი არ ვიცით, ჩვენთვის ბნელა ყველაფერი და აქ მუნიციპალიტეტი გამგეობაა თუ რამე გაინტერესებთ აქ მე ის თქვენაც იცით მე ის მაინტერესებს რა ინტერესებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომპანია რომელმაც გამოძიების ვერსიით სოციალურად დაუცველებს 3.5 მილიონი ლარი მოპარა მანამდე მერიის მიერ მოწმდებოდა თუმცა მხოლოდ 2,000 ლარი დააჯარიმეს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ამბობს რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა თბილისის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს ეკისრებათ კომპანიის მაკონტროლებელი არის გამგეობა და გამგეობაში კონკრეტულად სოციალური განყოფილება. მისი ხელმძღვანელი და მისი ხელმძღვანელის მიერ დანიშნული ის კომისიის წევრები, რომლებიც რეგულარულად უნდა ამონიტორინგებდნენ საკვების მომზადების პროცესს, მიტანის პროცესს. აქ არის ახლა ორი მიმართულება. გამგეობა არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს კომპანიის და კომპანია რასაც უნდა იმას ჩაწერს და მეორე მიმართულება ეს არის ის რომ გამგეობას თანამშრომლებმა აბსოლუტურად ყველაფერი იციან და შეგნებულად გარიგება ხდება კომპანიასთან რის შემდეგაც გამგეობის შეიძლება ყველა არა მაგრამ თანამდებობის პირები ღებულობენ სარგებელს წესით საბიუჯეტო სახსრების მიზნობრიობასა და სოციალურად დაუცველთა კვების ხარისხს თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური უნდა აკონტროლებდეს. თუმცა ირკვევა, რომ წლების განმავლობაში უწყება გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ნაცვლად მხოლოდ წერილობითი შენიშვნებით შემოიფარგლებოდა. საკრებულოს დეპუტატ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისთვის გაგზავნილ ოფიციალურ პასუხში შიდა აუდიტის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ 2017 წლიდან დღემდე სასადილოების შემოწმების შედეგად არც ერთი შემაჯამებელი დასკვნა არ დაწერილა და პროკურატურაში არ გადაგზავნილა. 3 მილიონი ლარი ისე მოიპარეს სასადილოებიდან, რომ მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ვერანაირი ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა ვერ ნახა, რომ როგორც მინიმუმ პროკურატურისთვის მიემართა ან დასკვნა მაინც მოემზადებინა. აქ შესაძლოა მიზეზი იყოს ის, რომ ერთი მხარე არის, რომ არიან არაკომპეტენტურები და რეალური დარღვევები ვერ აღმოაჩინეს, შეიძლება ეს იყოს ერთი მიზეზი და არის მეორე მიზეზი, რომ უბრალოდ ხელს აფარებენ. სავარაუდოდ შეიძლება იპოვეს კიდევაც, მაგრამ შემოდეს თაროზე და არანაირი მსვლელობა ამას არ მისცეს იმ დონეზე მაინც რომ დასკვნა მაინც მოემზადებინათ. იმ დროს, როდესაც თბილისის 4 რაიონში უფასო სასადილოებზე პასუხისმგებელი კომპანია ბენეფიციართა რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდა, უფასო კვების საჭიროების მქონე ხალხს სიაში ჩასმაზე უარს ეუბნებოდნენ. ადგილი არ არის, ეს იყო პასუხი. არ მაძლევენ და რა ვქნა დახმარება აღარ გაქო და აღარ მოგხსენო მოგიხსენეს ვეღარ იღებ საჭმელს მიზეზი რიც გამომოგიხს დახმარება არ გეძლებაო და უარი გითხრას საკუთზე სიხარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების უმძიმეს ყოფას და სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ყოველწლიურად წერს სახალხო დამცველი. დასკვნებში ნათქვამია, რომ უფასო სასადილოები მომსახურების მინიმალურ სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებენ. 2022 წლის შემდეგ უცვლელია კვებისთვის გამოყოფილი თანხა. 1 ლარად და 70 თეთრად ხარისხიანი კვება კი უბრალოდ შეუძლებელი.